ბენზოლის მოლეკულაზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ მისი პროტონები ყველა არის ერთსა და იმავე ვითარებაში, ანუ ქიმიურად ექვივალენტურები არიან, ამიტომ უნდა მოგცენ, ანუ მთლიანად ყველამ ერთი და იგივე სიგნალი, ხო? და მართლაც ზუსტად ეგ არის სურათი, რასაც ვიღებთ NMR-ზე, ანუ ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსის სპექტროსკოპიაზე. და ახლა მოდი დავუკვირდეთ TMS-ს, რომელიც არის ტეტრამეთილსილინი, TMS-ი. აქაც თუ დავუკვირდებით, გვაქვს ნაერთი, რომელსაც თითოეული აი ეს ჯგუფი აქვს ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ანუ ქიმიურად ექვივალენტურია და მართლაც მოსაოდნელი არის და გვაძლევს კიდეც ერთ სიგნალს, აი ეს მთლიანად. ახლა NMR-ზე, ანუ NMR-ის სპექტრზე ვიცით, რომ რაც უფრო მარჯვნივ მივდივართ, გვაქვს მით უფრო დაბალი სიხშირე, ხო? დაბალი სიხშირის სიგნალი და მარცხნივ, შესაბამისად, პირიქით მაღალი სიხშირის მაღალი სიხშირის სიგნალი. მაგრამ ერთ რამეს დავუკვირდეთ, რომ რადგან გვაქვს აქ TMS-ი, რომელიც არის, ანუ რომელიც ტყუილად არ წერია აქ ნული, TMS-ი არის ჩვენი სტანდარტი პრაქტიკულად. იმიტომ რომ მისი პროტონები არის ერთ-ერთი ყველაზე ეკრანირებული საერთოდ ყველა ორგანულ ნაერთს შორის. ამიტომ ვიყენებთ სტანდარტად, ანუ მას ვადარებთ დანარჩენ ნაერთებს და ნაცვლად დაბალი სიხშირისა და მაღალი სიხშირის სიგნალების ვსაუბრობთ ქიმიურ წანაცვლებაზე. და შესაბამისად ვამბობთ მცირე ქიმიური წანაცვლება და ეს მარჯვნივ და მარცხნივ პირიქით დიდი წანაცვლება. ესე იგი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ სტანდარტის მიხედვით და შევადაროთ უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ აბსოლუტურ მნიშვნელობაზე ვსაუბრობდეთ და მაგიტომაც არის, რომ ეგ განულებული გვაქვს და მოდი ვნახოთ, როგორ გამოითვლება ქიმიური წანაცვლება. ესე იგი, ქიმიური წანაცვლების გამოთვლა თუ გვინდა, მაშინ ესეთი გამოსახულებაა დამზერილი წანაცვლება TMS-ზე ჰერცებში, ანუ გამოდის რასაც გავზომავთ, ეგ გამრავლებული მილიონზე და შემდეგ გაყოფილი სპექტრომეტრის სიხშირეზე, ასევე ჰერცებში. ესე იგი, ახლა, აი მაგალითისთვის თუ გვაქვს 300 მეგაჰერციანი სპექტრომეტრი, ესე იგი, მეგაჰერცი, ასე, მაშინ მოდი გამოვთვალოთ ეგ, რა იქნება ქიმიური წანაცვლება ამ შემთხვევაში. პირველ რიგში ვიცით, ზოგადად გაზომვიდან შეგვიძლია ავიღოთ ინფორმაცია, რომ სხვაობა ამათ შორის არის 2181 ჰერცი, ეს არის საუბარი სუფთა სიხშირის ენაზე და მაშინ გამოსახულებაში გვექნება, ანუ ესე იგი, აქ რა იგულისხმება? აქ იგულისხმება, რასაც ვზომავთ ამ შემთხვევაში გვაქვს ბენზოლის სიგნალი, ხო? რამდენით არის წანაცვლებული ჩვენი სტანდარტის, ანუ TMS-ის სიგნალისგან. მაგისი წანაცვლება, როგორც თქვით, არის 2181. ვერ წერ კარგად. და ეს უნდა გავამრავლოთ მილიონზე, ესე იგი გამრავლებული ეს 10^6-ზე და ეს უნდა გავყოთ სპექტრომეტრის სიხშირეზე ჰერცებში, რაც აი აქ გვაქვს სპექტრომეტრის სიხშირე აღებული მაგალითად და რადგან ჰერცებში გვეუბნებიან, ესე იგი მეგაჰერცი არის, ანუ გაყოფილი 10^6-ზე, ხო? და შეგვიძლია მივწეროთ ამასაც ერთეულები პრინციპში, მოდი ესე ვიზამ, ეს არის ჰერცი გამრავლებული და ქვემოთაც გვაქვს ჰერცი, ხო? ჰერცებში. ესე იგი, ერთეულები გაგვიქრა, მილიონი მილიონთან წავიდა და გამოდის, რომ უნდა დავთვალოთ ეს რისი ტოლია. გამოვიყენოთ კალკულატორი, 2181 უნდა გავყოთ 300-ზე. და რატომაც ყველა სამუშაო იარაღი მებრძვის. 7.27. 7.27 მივიღეთ, ანუ, ესე იგი, აი აქ რა მონაცემებიც გვიწერია, რაღაც რიცხვები. გამოითვლება სწორედ ასე. და სხვათა შორის, აი მაგალითისთვის, თუ თქვათ ავიღებთ, მოდი შევცვალოთ პირობა და ვთქვათ 60 მეგაჰერციანი იყოს. ესე იგი, 60 მეგაჰერციანი სპექტრომეტრი გქონდეს, მაშინ რა იქნება წანაცვლება? მაშინ ამ შემთხვევაში თუ გავზომეთ 60 მეგაჰერციანი სპექტრომეტრით, წანაცვლება არის, თვითონ ჰერცებში წანაცვლება არის 436 ჰერცი, ანუ განსხვავება ჰერცებში. ხა ეს უნდა გავამრავლოთ 10^6-ზე და შემდეგ ქვემოთ გვექნება 60 გამრავლებული 10^6-ზე ჰერცი
და ნუ მილიონი წავიდა მილიონთან და დაგვრჩება ისევ კალკულატორით დავთვალოთ 436 გაყოფილი 60-ზე. ეს არის ნუ ისევ მიახლოებით 7.27. ოღონდ ერთი უნდა დავაკვირდეთ, რომ აი გვაქვს ppm, რაც ნიშნავს parts per million, ანუ რამდენი მოდის მილიონზე. ეს ესე არის, იმიტომ რომ სიგნალი რაც მოგვეწოდება რეალურად არის რა სიხშირეზეც ოპერირებს სპექტრომეტრი, მაგისი გარკვეული ნაწილით მოწოდებული, ანუ რასაც გვაჩვენებს არის მილიონზე რამდენი მოდის, ასე ვთქვათ.